იცით რა უპირატესობით სარგებლობს შვეიცარიის ძროხა საქართველოს მოქალაქესთან შედარებით? ეს კადრები ალბათ ყველას ნანახი გაქვთ, რომელიც 2005 წელს შვეიცარიაში არის გადაღებული, სადაც ვერტფრენს ძროხა გადაყავს შესაძლო სტიქიური ზონიდან. შეტყობინების ადრეულმა სისტემებმა შენიშნეს, რომ ახლო მდებარე მყინვარს გადმოსვლის საფრთხე ჰქონდა. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტერიტორიიდან 300 მოქალაქის და 52 ძროხის ევაკუაცია მომხდარიყო. ძროხებიც გადაარჩინეს, ხო? იმიტომ რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები მუშაობს. ესე არ არის, ხო? სისტემა აუცილებლად იმუშავებს, თუ მას სწორად გააკეთებთ, თუ მას დაგეგმავთ სწორად და ასე შემდეგ. ამ სისტემის ეფექტურობა შეიძლება გააჩნია როგორ არის 70% იყოს ან 80%. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა აკეთო. ჩვენთან კი სამწუხაროდ სტიქიის დროს ადამიანები მიწაში არიან ჩაფლულები და ძირითად შემთხვევაში ძებნაშველის ოპერაციაც არაეფექტურად მიმდინარეობს, რადგან სტიქიის ზონაში ვერტფრენის ჩასვლას რამდენიმე საათი სჭირდება. ამის შემდგომ ვიგებთ, რომ სამაშველო ვერტფრენი არ არსებობს და შესაბამისად გვიან სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო ვერტფრენი ვერ ჩაერთვება. იმის გამო, რომ არ აგაქვთ წინასწარი შეტყობინების სისტემები, იმის გამო, რომ არ აგაქვთ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის სწორი პოლიტიკა და იმპლემენტაცია, ყველა ეტაპზე დარღვეული და მორღვეული თქვათ პრობლემების გამო, გაქვთ ის, რომ ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფა და მოვლენა პარალიზება ხდება ქვეყნის და ვიღებთ ადამიანურ მსხვერპლს. საინტერესოა რა გააკეთა სახელმწიფომ შოუში. არსებობს თუ არა რაიმე სახის პრევენციული მექანიზმი, რომელიც ამ ეტაპზე მაინც დაიცავს მოქალაქეებს. ფაქტია, რაც მოხდა, რაც ხდებოდა ხოლმე ადრეც იგივე ამ მყინვარებზე, კიდევ ბევრჯერ მოხდება. მყინვარებს მონიტორინგი სჭირდება, თორე ერთხელ რო ჩამოუვლი და აი ესე შეხედავ გარედან და ასე ვთქვათ, რამთქო დაჟინებული მზერით არ იყურნება მყინვარები. ტრაგედიები ხდება, ბუნებრივ კატასტროფებს მართალია ვერსად ვერ გავექცევით. თუმცა როგორც ჩანს არსებობს შესაბამისი მექანიზმები, რომლითაც შეგვიძლია რომ ადამიანური ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.